რა არის ღალატი და რით გამართლდება ისო? ღალატი არაფრით არ გამართლდება. ღალატი ის არის, რასაც შეგნებულად აკეთებ, რომ ესე იგი ზურგი აქციო და უღალატო. სამშობლოს მოღალატე არაფრით არ გამართლდება. აი წეღარ რო ამბობდი პენალტი რო ძალით გააფუჭო მეთქი, აი რა გამართლება აქვს? შენ გინდა რომ გუნდს ავნო რაღაცა და აქვს გამართლება? მაგას არ აქვს გამართლება. ისე რომ ღალატს არ აქვს გამართლება. მოღალატე, ნახეთ ოტია იოსელიანი როგორ ამბობს. მოღალატე რომ ღალატზე დაიწყებს საუბარსო, მაშინ ის ღალატსაც ღალატობსო. ასაუცარი ამბავია. მოღალატე რო იტყვის, და დღეს ეგრე არ არის. უზნეო ადამიანი გამოვა და სიწმინდეზე ლაპარაკობს და ის მაშინ იმ უზნეობასაც ღალატობს. და ყველაფერს თავისი აქვს ესე იგი ადგილი. ღალატს გამართლება არ აქვს ბავშვები. შეიძლება ნებისმიერ ცოდვაში ჩავარდე ადამიანი და რაღაცა გქონდეს კიდე იქ საცდური, მაგრამ აი ღალატი ისეთი რამეა, რომ საშინელება. დედა ეუბნეოდა ხოლმე შვილს. აი, როდესაც და ჩვენი ქვეყნის ისტორია სულ ბრძოლებით არის სავსე. შვილს ეუბნეოდა, შვილო, ზურგში დაჭრილიო, სახლში არ მოხვიდეო. ზურგში დაჭრილი ნიშნავდა, რომ მან უღალატა თავის ქვეყანას, გამოიქცა ბრძოლის ველიდან და ზურგში დაჭრეს. და ეგეთი არ მოხვიდეო. აი, არის ღალატი.